ის კრიზისი რა კრიზისის დღეს ვართ, ეს მართლაც რომ აისახება ჩვენს ყველა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ არის გაურკვევლობა, არის ბრაზი, დიდი დოზით დაგროვილი, ხო? არის თქვათ შფოთვა, არის სტრესის მაღალი დონე. ამასთან ერთად მინდა ხაზი გაუსვა, რომ არის ერთიანობის განცდა, რაღაცა სოლიდარობის განცდა, ანუ მხოლოდ ნეგატიური არის, ძალიან ბევრი დადებითი რაღაცა გვაჩვენა ამ კრიზისმა, როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეყრდნოთ, როგორ უდგანან გვერდში. გავამხნევოთ, როგორ უდგანან ადამიანები ერთმანეთს გვერდში, ხო? შესაბამისად, ეს კრიზისი ერთის მხრივ ამას მოყვება ძალიან და სერიოზული, უკვე დიდი ხანი ამ კრიზისში ვართ, ფსიქიკურ ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, გამოწვევები და პრობლემები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს, როდესაც აი ამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაში ვართ, რომ არ ვართ მარტოები, სხვებიც ამას განიცდიან და ეს ერთობა, ერთიანობა ამ მდგომარეობის, ასე ვთქვათ, ამ სუბუქებს იმას, რომ საზრისულია ეს ყველაფერი. რაღაცა საზრისისთვის იბრძვიან ადამიანები, რაღაცა მიზნისკენ მიდიან ადამიანები და აი ამ გზაზე არის დაბრკოლებები, ამ გზაზე არის სირთულეები. პოლარიზაცია ახსენეთ თქვენ და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სინამდვილეში არ არის პოლარიზაცია. ბოლო დღეებში დაიდო, წინა კვირას დაიდო კვლევა. და ეს კვლევა გვიჩვენებს, სოციოლოგიური კვლევა, რომ სინამდვილეში არ არის პოლარიზაცია. მოსახლეობის 70% მხარს უჭერს იმას, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და თუ არ ვცდები 60%-მდე მხარს უჭერს ხელახალი არჩევნების ჩატარებას და ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არის იმ ადამიანების, ვინც მხარს უჭერენ პროტესტს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი რეალობა ტრადიციული მედიის და სოციალური მედიის მე, ანუ პროპაგანდა გვეუბნება ჩვენ, რომ არის პოლარიზაცია. სინამდვილეში არ არის პოლარიზაცია იმ მხრივ, ორად არ არის ერი გახლეჩილი. უბრალოდ არიან ადამიანები და ადამიანების ჯგუფი, ვინც ტყვეობაში ყავს, ასე ვთქვათ, რეჟიმს, პროპაგანდით და მე არის რომ უნდა გამოვიხსნათ ეს ადამიანებიც რაღაცა დროს. უმრავლესობა არ უჭერს მხარს ამ რეჟიმს და ეს სოციოლოგია არის მეცნიერება, რომელიც გვეუბნება ამას. ხო, ამ შემოსაზრებას არ ვიძახებ შემსავლელში. და სხვა შორის აი ქუჩაში ჩვეულებრივი გამოკითხვებისას ევრონიუს ჯორჯიასთან ბევრი საუბრობს, რაც ახსენეთ ნაწილობრივ შიშზე, უიმედობაზე, დაუცველობის განცდაზე, მათ შორის ტრამვების გაცოცხლებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ეს აინტერესებს, რომ როდესაც პოლიტიკურად აი ესეთი დაძაბულია ქვეყანაში ვითარება, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა, აი ასეთი პოლიტიკური турბულენტობის პირობებში. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ისეთი მრავალწახნაგოვანი შეკითხვა არის და ჯერ ერთი უნდა მოვახდინოთ იმის ნორმალიზება, რომ ასეთ დროს არსებობს შიში, არსებობს გაურკვევლობის განცდა, უიმედობა შემოგვეპარება ხოლმე ხო და დროსთან ერთად უფრო შემომატულობდეს. ეს არის ჩვენი ნორმალური რეაქცია არანორმალურ ვითარებაზე. და სიტყვა წონასწორობა ახსენეთ, კარგად რო იყო ამ სიტუაციაში იქნება არაბუნებრივი. ის რომ ადამიანები რაღაცას განიცდიან, ეს არის ბუნებრივი რეაქცია მოკლედ ამ სიტუაციაზე. და წონასწორობის შენარჩუნებას რაც შეეხება ისევ და ისევ ერთი ასპექტი არის ეს საზრისული ასპექტი, იმიტომ რომ ძალიან საზრისული პროცესია რაც ახლა მიდის და აი ეს პროცესი შეიძლება გარდავქმნათ ძალიან დიდი სასიკეთო სიროლებები მოვიტანოთ ხო ჩვენს ქვეყანაში. ერთი ეს საზრისული ნაწილი და მეორე ნაწილი არის ის, რომ ხშირად ადამიანებმა არ ვიცით პატარა რაღაცებით ასე თქვა დაკმაყოფილება. აი დღის განმავლობაში რა პატარა სიხარულებიც გვაქვს, ვერ ვამჩნევთ ხოლმე ამას. ბუნებრივი ამას აქ ვერ მოვასწრებთ, ჩვენი თავისთავად ფიზიოლოგიურად მოწყობილები ვართ, რომ უარყოფითი შევამჩნიოთ, დავინახოთ, ეს არის ბიოლოგიური, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური. რასაც თქვა ჩვენ ველაპარაკებით ხოლმე ადამიანებს, რომ ის პატარა რაღაცები, რაც არ ვიცი მე, პირველი ყავა დილას, პირობითად ვიძახი, საკუთარ თავთან ყოფნა, გასეირნება, შვილებთან ერთად ხარისხიანი დროის გატარება, თუნდაც აქციაზე, ხო, ადამიანებთან ერთად ყოფნა. აი ეს არის ბევრი რამე არის სინამდვილეში, რაც კარგი ხდება დღის განმავლობაში თითოეული ადამიანისთვის. უბრალოდ დასწავლადი უნარია ის, რომ შეამჩნიო ეს და შეძლო აი ამითი სიამოვნების მიღება არასწორი სიტყვა, შეძლო რომ აი ეს რაღაცისთვის საკმარისი იყოს. ანუ შავ-თეთრი არ არის, ხოლმე ცუდი და კარგი არ არის. ცუდიც არის და კარგიც არის, ეს სამყარო სასტიკიც არის და მშვენიერიც არის.
რა ვიცი მე, ხარებაც ამ სამყაროს შვილია და ზვიად ცეცხლაძეც, ხო? ანუ ერთი ჩვენში არის ეს ყველაფერი. შესაბამისად, აი ამის რაღაცნაირად დატევა ამასთან ერთად ყოფნა და აი ნავიგაცია ამისი არის ის, რასაც ვცდილობ ხოლმე რომ ვასწავლოთ ადამიანებს. და თქვენი გამოცდილებით ასევე ესეც საინტერესოა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები, მოხუცები, როგორ რეაგირებენ პოლიტიკურ დაძაბულობაზე? არის თუ არა მათი რეფლექსია ერთმანეთისგან განსხვავებული? თუ მაინც და მაინც არა? ნამდვილად არის განსხვავებული. ყველაზე მძიმე სიტუაციაში არიან ბავშვები. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კი ბატონო, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ბავშვები, განსაკუთრებით თქვათ იმ ოჯახებში ბავშვები, სადაც ამ თემებზე აქტიურად მიდის საუბარი, ხო? და ამ დროს მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვის ასაკთან შესაფერის ენაზე ვუცხრათ, აი მოტყუება არ არის არასოდეს გამოსავალი. სიმართლე ოღონდ ის არის ბავშვისთვის იყოს მისაღები. მე რასაც ვაკვირდები, თქვათ ახალგაზრდებს უფრო უჭირთ იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდა თავისად რისკ ფაქტორი მოწყვლადობა არის ახალგაზრდა ასაკი ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაში თუ საუბრობთ ახალგაზრდებს უფრო უჭირთ ვიდრე ვთქვათ თუნდაც ჩემ თაობას თუნდაც ჩემს უფროს თაობას იმიტომ რომ მეტი გვაქვს გამოვლილი ასაკს მოაქვს რაღაცა გამკლავების უნარი რაღაცა სიბრძნე მოაქვს და ადაპტაციის უნარი ვთქვათ ასაკთან ერთად უფრო ვითარდება ადამიანს ყველაზე მოწყვლადები მაინც არიან ბავშვები და უფრო ვიტყოდი თინეიჯერები. ჩემი შვილი მეკითხებოდა ამასთანავ. შენი ბავშვებაც ესეთი სტრესული იყო პოლიტიკურად როგორც ჩემი არის, 14 წლის არის და უთხარი კითხო მე 90-იანში გავიარე სამოქალაქო მიიღო აფხაზეთი, მაგრამ შეიძლება მათი უფრო მეტეხა ისინი ილონ მასკსაც დარდობენ და ტრამპზეც და აქ რა ხდება, ანუ ჯიბეში აქვს მთელი მსოფლიოს ინფორმაცია, ხო, ხელის გულზე. კი, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაცილებით გამარტივებულია დღევანდელ ეპოქაში. თქვენ წარსული ახსენეთ და ის რთული პერიოდი, რომელიც თავადვე გაიარეთ. აი წარსულის ტრამვების კონტექსში მინდა ახლა დაგიცვათ შეკითხვა, იმიტომ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ახსოვს პროტესტის საკმაოდ ფართო გამოცდილება, ხო? აი რა გავლენას ახდენს ეს კოლექტიური მეხსიერება ამჟამინდელ პროტესტზე და მათ შორის მის მონაწილეებზე? მე მგონი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მართლაც რომ პროტესტით მოვიდა ეს ქვეყანა დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის შემდგომ რაღაც საკრალური ადგილია ხო ჩვენთვის პარლამენტის წინა შენობა. და პროტესტი არის ჩვენი რესურსი, ამ ქვეყნის რესურსი არის ნამდვილად. შესადა ვითარდებით და ვიზრდებით ამ პროტესტში, ვთქვათ, აი შარშანდელი 2023 წლის რუსული კანონის პირველმა ინიცირებამ სრულებით ახლებური პროტესტი მოუტანა, ხო, საქართველოს, როდესაც ეხლანდელი ჯენზე ახალი თაობა ჩაერთო. შარშანდელი მარტის პროტესტების განსხვავებული იყო და ეხლა კიდევ რაღაც ახლებური ევოლუცია არის, ხო, ამ სასტიკი წამების ეპიზოდების მე რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. იანვარში ვთქვათ, როდესაც აგვეგრძალა ყველა ტიპის რაღაცა გამოხატვა პროტესტის, ეს მარშების სისტემა, რომელიც შექმნა ძალიან მედეგი, ძალიან მოქნილი და ძალიან შემოქმედებითი არის ჩვენი კოლექტიური პროტესტი და ძალიან საინტერესოა, რომ აი სხვადასხვა თაობა იღებს ამაში მონაწილეობას და ეს თაობებიც ერთმანეთს ვაძლიერებთ, გვერდში უდგავართ და რიგ შემთხვევებში უფროსი თაობა უკან იხევს, ახალგაზრდები წინ არიან, რიგ შემთხვევებში პირიქით. დიახ, აი წამება ახსენეთ და ამაზეც მინდა დაგიცვათ შეკითხვა და ამით შეგვიძლია დავასრულოთ საუბარი ჩვენ აი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, რომელიც ფაქტობრივად სამი თვეა ხო უკვე გრძელდება, ვნახეთ როგორც ჩვენი კოლეგების, ისე აქციის სხვა მონაწილეების მიმართ თავდასხმები და ფიზიკური ძალადობა წამების ნიშნებით. ეს არაერთმა მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციამაც დაადასტურა. აი პროფესიული თვალსაზრისით რა ითვლება წამება და მსგავსი გამოსვლების შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მსხვერპლის რეაბილიტაცია? იმატონო, ძალიან ესეთი მსუყე შეკითხვა არის. ეხლა დავასრულეთ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობთ ერთობლივ ანგარიშზე და ერთ-ერთი თავი არის წამება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და GCR და ჩვენი ორგანიზაცია ჩვენ მუშაობთ ამ თავზე და 150-მდე სიღრმისეული ინტერვიუ გავაკეთეთ ადამიანებთან, ვინც გაიარეს სისასტიკე და ესეთ დაჯამებულად ამ ინფორმაციას რო ღებულობ, კიდევ უფრო ბრუტალურია, ვიდრე ვთქვათ, რომ ვუყურებდით ის დღეები. დააბრუნა ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა წამება 21 საუკუნეში საქართველოში და დააბრუნა ისე, რომ ლაივ სტრიმში გვაყურებინა ყველას როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა შეადგენს წამებას. წამება ყოველთვის არის, როდესაც სახელმწიფო ძალადობს თავის მოქალაქეს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დაიცვას მოქალაქე, როდესაც ძალოვანი
ძალადობს მოქალაქეზე და თქვა საერთაშორისო სამართლის კუთხით მდგენელი აქვს, რომ როდესაც ეს არის დასჯის მიზნით და იწვევს ადამიანში ძალიან დიდ ფიზიკურ ტანჯვას და ფსიქიკურ ტანჯვას. ყველა ნიშანი გვაქვს ამისი. გვახსოვს ხო რა დღეში იყვნენ ადამიანები, კიდევ უფრო მეტი გადახდა სინამდვილეში ვიდრე სოციალური მედიით თუ ტელევიზორით ნახეს ადამიანებმა. ენით აუღწეველი სისასტიკე რაც გადახდათ, გარდა ფიზიკური წამებისა იყო ფსიქოლოგიური წამება რაც იქნებოდა ეს სიკვდილის მუქარა გაუპატიურების მუქარა, რაღაც ჯადოსნურ ავტობუსებს იძახდნენ, რომ საწამები სახელდახელოდ მოწყობილი საწამებელი ავტობუსები იყო მთელ რუსთაველის გამზირზე, სადაც შიგნით აწამებდნენ ადამიანებს და ჯადოსნურ ავტობუსებს ეძახდნენ. სისტემატიური იყო წამების კიდე ერთ-ერთი ასპექტი არის სისტემატიურობა და ვხედავთ ამ გამოკვლევებით და მანამდე ვთქვათ სასამართლო სამედიცინო გასინჯვა მოვახდინოთ ადამიანების ის რომ ერთი და იგივე იდენტური დაზიანებები ჰქონდათ ადამიანებს სხვადასხვა ლოკაციებზე სხვადასხვა დროს მოკეთ მიუთითებდა იმაზე რომ სხვადასხვა ძალოვანები აყენებდნენ მათ ამ დაზიანებებს იგივე სიტყვებით აგინებდნენ იგივენაირად უმოწყალოდ ურტყავდნენ და ეს ნიშნავს რომ ამის უკან არის გაცემული ბრძანება რომ ესე უნდა ცემო ესე უნდა აგინო და ეს იყო წინასწარ მომზადებული და ასე ვთქვათ გაწვრთნილი ჯგუფი ადამიანების სპეცნაზის ამ შემთხვევაში და ის რომ არც ერთი არ არის იდენტიფიცირებადი ხო არც ერთ წამების кейსზე არ არის აღძრული საქმე მაშინ როდესაც ვთქვათ ამაღლებელმა სილა გააწნა ადამიანს და 7 წელი პატიმრობა ემუქრება ხო აი ეს მიგვითითებს იმაზე რომ წამება იყო სისტემური და რომ სახელმწიფო ასე ვთქვათ გადაეწყო ახლებურ რელსებზე და აღარ მოერიდება ის რომ აი ეგრევე ისევე მოგვექცეს მომავალშიც როგორც მოგვექცა ნოემბერ-დეკემბერში